ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ლექციას, ეს არის მისი მეორე ნაწილი. ლექცია არის იმის შესახებ, თუ რა ტიპის ორგანული ნივთიერებებით შეიძლება იყოს დაბინძურებული ატმოსფერო და ის შედის შესავალი კურსის შემადგენლობაში, რა უნდა ვიცოდეთ გარემოს ქიმიური დაბინძურების შესახებ. ვისაუბრეთ პირველ ნაწილში იმაზე, რომ ძალიან ძირითადი კომპონენტების პარალელურად აერის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ორგანული ტიპის ნაერთი, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული მიზეზი ეს არის ავტომანქანები და მათი გამონაბოლქვი და ჩამოვთვალეთ ეს ორგანული ნივთიერებების ნაწილი და აღნიშნეთ ისიც, რომ მონიტორინგმა აჩვენა, რომ ქალაქის ჰაერში განსაკუთრებით უფრო დიდი რაოდენობით არის მათი პროცენტული წილი სოფელთან შედარებით. გარდა ამისა ვთქვით, რომ გარდა იმისა, რომ ისინი შედიან საწვავის შემადგენლობაში, შეიძლება ისინი წარმოიქმნენ ძრავის დესტრუქციის პროცესების შედეგად და ერთ-ერთი ასეთი იყო უჯერი ნახშირწყალბადი, ერთი სამმაგიბნის შემცველი აცეტილენი და გავიხსენეთ ძალიან მოკლედ აცეტილენი. გარდა აი ამ ნახშირწყალბადების ნარევისა და მათი წარმოებულების ნარევისა, აქ შეიძლება იყოს ისეთი აქროლადი ნაერთები, როგორც არის ფორმალდეჰიდი, აცეტალდეჰიდი, აცეტონი, ბენზალდეჰიდი. ისინი არიან ქალაქის ჰაერის მუდმივი შემადგენელი კომპონენტები. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სპირტების ჰომოლოგიური რიგის პირველ ორ წარმომადგენელზე, როგორც არის მეთანოლი და ეთანოლი. კარბონმჟავებზე შეგვიძლია იგივე ვთქვათ, როგორც არის ჭიანჭველმჟავა, ძმარმჟავა, პიროკურდღლის მჟავა. სხვათა შორის, ნაგავსაყრელებიდან ატმოსფეროში ხვდება აზოტოს შემცველი ორგანული ნივთიერებები და საკმაოდ უსიამოვნო სუნის მქონე გოგირდშემცველი ორგანული ნივთიერებები. მაგრამ აღსანიშნავი არის ერთი რამ, რომ ეს ნივთიერებები ატმოსფეროში მაინც დიდხანს არ რჩება. ეს შეიძლება იყოს ან რამდენიმე საათი, ან ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე წუთი. მიზეზი არის ერთი, მათ აქვთ ძალიან მაღალი რეაქციის უნარიანობა და ძალიან მალე შედიან სხვადასხვა ტიპის ქიმიურ რეაქციებში და წარმოქმნიან უკვე ახალ ნივთიერებებს. ამიტომ მათი მაღალი კონცენტრაცია უფრო შეინიშნება მათი წარმოქმნის პირველად წყაროსთან. მაგალითად, ალდეჰიდები და კეტონები ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება ავტომაგისტრალებთან ახლოს, მათი მაქსიმალური კონცენტრაცია სწორედ ასეთ ავტომაგისტრალებთან შეინიშნება. სხვა შორის განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაცია შეიძლება იყოს აერში ფორმალდეჰიდის და ამის მიზეზი არის ის, რომ ის მეთანის ფოტოქიმიური დაჟანგვით წარმოიქმნება და მეთანი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი კონცენტრაციის შემცველობით შედის აერის ატმოსფეროს შემადგენლობაში. ეხლა იგივე მინდა მე შემოგთავაზოთ თქვენ ალდეჰიდებზე და კეტონებზე, რაც აცეტილენის შემთხვევაში გავაკეთეთ, მოდით გავიხსენოთ, რა ტიპის ნივთიერებები არიან, რა ძირითადი ქიმიური თვისებები ახასიათებთ და ვნახოთ მერე ერთი-ორი რეალურიც და ალდეჰიდების შესახებ. ეს გახლავთ ალდეჰიდების და კეტონების ჰომოლოგიური რიგი. მე მინდა შეგახსენოთ, რას წარმოადგენს, რას ეწოდება ჰომოლოგიური რიგი. ეს არის ერთნაირი თვისებების მქონე ნივთიერებების, უпростоრად ერთნაირი ელემენტური შემადგენლობის და აღნაგობის ნივთიერებების ერთობლიობა, რომელთა ფიზიკური თვისებები განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, ნაჯერი ალდეჰიდების სახელწოდების დაბოლოება, როგორ ხდება ნაჯერი ნახშირწყალბადის დასახელებას, ემატება სუფიქსი ალი. მაგალითად, მეთან ალი, ჭიანჭველმჟავას ალდეჰიდი, იგივე ფორმალდეჰიდი, რასაც ახლა მე ვსაუბრობდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მომწამლავი ნივთიერებაა თქო და გვხვდება დიდი რაოდენობით აერის შემადგენლობაში თქო, ვთქვათ მეთან და ჰომოლოგიური რიგის პირველი წარმომადგენელი არის, პირველი წევრი არის, მეორეს არის ეთანალი, ძმრის ალდეჰიდი, აცეტალდეჰიდი, პროპანალი, პროპიონის ალდეჰიდი, ბუტანალი, ერბოს ალდეჰიდი, პენტანალი, ვალერიანის ალდეჰიდი და ასე შემდეგ.
კეტონებს რაც შეეხება და თქვენ ხედავთ, რომ მათი ფუნქციონალური ჯგუფები, ანუ ალდეჰიდების და კეტონების განსხვავდება ერთმანეთისგან, ანუ ალდეჰიდების შემთხვევაში ეს არის კარბონილის ჯგუფი, ანუ COH ჯგუფი, კეტონების შემთხვევაში ეს არის CO ჯგუფი, ანუ კეტო ჯგუფი. და მათი სახელწოდება, ანუ ნაჯერი ნახშირ წყალბადების დასახელებას დამატებული სუფიქსი -ონი, ანუ პროპანონი, ანუ დიმეთილკეტონი, იგივე აცეტონი, პირველი წარმომადგენელი, პირველი მარტივი წევრი ჰომოლოგიური რიგის, ბუტანონი, ანუ მეთილ-ეთილკეტონი, პენტანონ 2, მეთილპროპილკეტონი, პენტანონ 3, დიეთილკეტონი და ასე შემდეგ. ჭიანჭველმჟავას ალდეჰიდს რაც შეეხება, იგივე ფორმალდეჰიდს რაც შეეხება, ეს არის მკვეთრი სუნის მქონე მომწამლავი აირი და ფორმალდეჰიდის წყალხსნარს ეწოდება ფორმალინის. სხვათა შორის ეს არის ის ხსნარი, რომელსაც იყენებენ თქვათ სხვადასხვა ტიპის ცხოველური ნიმუშების შესანახად. აქვე მინდა გითხრათ, რომ აი მაგალითად მსოფლიოს 5, უпростоრად მსოფლიოს მუზეუმებიდან 5 ცნობილი არის როგორც საშინელებათა მუზეუმი და აი ერთ-ერთი მათგანი მდებარეობს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და მას გიჟების კოშკს უწოდებენ, იმიტომ რომ ეს არის სინამდვილეში რა არის ახლა ეს არის პათოლოგიური ანატომიის მუზეუმი და აი ეს ექსპონატები სწორედ ფორმალინის ხსნარში ინახება. ალდეჰიდების ჰომოლოგიური რიგის დანარჩენი წევრები გახლავთ და კეტონების დანარჩენი წევრები გახლავთ თხევადი ნივთიერებები. ანუ ახლა რა ქიმიური თვისებები აქვთ მათ? წყალბადის მიერთება შეუძლიათ და წარმოიქმნება პირველადი სპირტი, ან შეიძლება წარმოიქმნას მეორეული სპირტი, ნატრიუმის ჰიდროსულფიდის მიერთება, ანუ მიერთების რეაქციები ახასიათებთ. ამით იმის თქმა მინდა, დაჟანგვის რეაქციები ახასიათებთ, მაგალითად ალდეჰიდების დაჟანგვა ვერცხლის ოქსიდის ამიაკური ხსნარით. ვიღებთ სინჯარაში ვერცხლის ნიტრატს არგენტუმენოს-3-ის 1%-იანი ხსნარის 5-7 მილilitrს. ვამატებთ ამიაკს იმ რაოდენობით, რომ თავდაპირველად გამოყოფილი ნალექი გაიხსნას და მივიღებთ ვერცხლის ოქსიდის ამიაკურ ხსნარს. მიღებული უფერო ხსნარს ვუმატებთ ალდეჰიდის რამდენიმე წვეთს, ცხელ წყალში ვათავსებთ დაახლოებით 60-70 ცელსიუს გრადუსზე და ფრთხილად ვაცხელებთ და მალე სინჯარის კედლებზე ვერცხლის სარკის სახით ხდება, ესე იგი ვერცხლი გამოიყოფა და სარკისებური დაფარვა ხდება სინჯარის კედლების. ეს მეორენაირად ვერცხლის სარკის რეაქციასაც უწოდებენ ამ რეაქციას. ეს ანიმაცია შეგვიძლია ასეთი სახით ვნახოთ, ძალიან ლამაზი რეაქციაა და ალდეჰიდების აღმომჩენი რეაქცია გახლავთ, ანუ თვისებითი რეაქცია ალდეჰიდებზე. ძალიან საინტერესოა პოლიკონდენსაციის რეაქცია, რის შედეგადაც მიიღება პენოპლასტი. ეხლა აქ ეს არის ეტაპებად ამ პენოპლასტის მიღება და მე უფრო შემოგთავაზებთ, რომ ეს ვნახოთ რეალური ცდის ვარიანტი ვნახოთ. და ეხლა სწორედ ამით დავკავდებით, რომ რეალურ ცდებს ვნახავთ ორ რეალურ ცდას ალდეჰიდებზე. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ აი ეს მშრალი სპირტი, რომელიც საკმაოდ ცნობილი საწვავი არის, სულაც არ არის სპირტი, ეს არის ალდეჰიდი. ეს არის ნივთიერება, რომელიც სპირტის მსგავსად კვამლისა და ჭვარტლის გარეშე იწვის, მაგრამ სინამდვილეში ეს გახლავთ ალდეჰიდი და არაა სპირტი. აი ეს არის ზუსტად პენოპლასტის მიღება, ანუ რეალური ცდა, რეალური ვიდეო ამ ცდის, პოლიკონდენსაციის რეაქცია. იღებენ შარდოვანას და ხსნიან მას ფორმალდეჰიდში. კარგად იხსნება ძალიან. აი დაამატეს ფორმალდეჰიდი. ამის შემდეგ მეორე სინჯარაში ხედავთ თქვენ იღებენ რაიმე ესეთ ნივთიერებას, მაგალითად შამპუნს, რომელსაც შეუძლია ქაფის წარმოქმნა და ამატებენ მას მარილმჟავას. ეს გახლავთ მარილმჟავა, რომელსაც ამატებენ, კარგად შეანჯღევენ ამ სინჯარას და შემდეგ აი ამ ორი სინჯარის შიგ-თავს შეაერთებენ.
იმისთვის რომ რეაქცია უფრო სწრაფად წარემართოს, მას აცხელებენ. შეიძლება სპირტკურაზე გავაცხელოთ, შეიძლება გაზზე და აი ხედავთ თქვენ წარმოიქმნება პენოპლასტი, რომელიც არის ფოროვანი მასალა და იყენებენ მას სხვადასხვა ტექნიკის და თქვათ ჭურჭლის შესაფუთად. მეორე რეალური ცდა ეს არის თვისებითი რეაქცია ალდეჰიდების შიფის რეაქტივთან ურთიერთქმედებისას. ეს არის фуксин. На примере формалина покажем качественную реакцию на альдегиды. Формалином называют 40% раствор. ხო, ანუ მე გავახმოვანებ ამის შემდეგ, ესე იგი ფორმალინს იღებენ, ფორმალდეჰიდის 40%-იან წყალხსნარს ამატებენ ან фуксин გოგირდმჟავას და უნდა წარმოიქმნას დროთა განმავლობაში ისფერი შეფერილობა. ანუ ეს არის თვისებითი რეაქცია იმაზე, რომ ნამდვილად საკვლევ ხსნარში გქონდა ფორმალდეჰიდი.